მეგობრებო, გაუმარჯოს. მისმინეთ, ერთი წამით ტელეფონები გვერდზე გადადეთ, იმიტომ რომ ჰაერში ნამდვილი ომის სუნი ტრიალებს. ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი. ამ ორზე ლაპარაკს ვერსად გაექცევი. არც YouTube-ზე, არც Twitter-ზე და Tibet-ზეც კი არავინ უხდება სამაგიეროდ იქეც ამად გარჩევებს ვკითხულობ. ხალხი გაგიჟდა, ყველა გაყვირის, ისლამი ილიას გაურბისო. სიმართლე გინდათ, ეს თემა ახალი არაა, მაგრამ ახლა ისეთი ცეცხლი უკიდია, რომ მთელი თბილისი ამაზე ბჭობს. მართლა იხევს მახაჩევი თუ ჩვენი ელ მატადორი ისეთ სპექტაკლს გვიდგამს ჰოლივუდს რომ არ დაესიზმრება? მოდით ბოლომდე ჩავეძიოთ, ვინ არის აქ ნამდვილი სქემების დიდოსტატი და ვის უცაცახებს მუხლების სინამდვილეში. მოკლედ რა ხდება? მთელი ინტერნეტი აჭრელდა ჭორებით, რომ ილია და ისლამი თეთრი სახლის ტურნირზე უნდა დატაკებოდნენ ერთმანეთს. ოფიციალურად არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ ხომიცით ყვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ამბობენ ისლამმა ჩხუბზე უარი თქვაო. მიზეზი? რაღაც ვირუსი შეეყარა და ხელიც დაიზიანაო. მაგრამ აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. სულ ახლახან ვიდეო გავრცელდა, სადაც მახაჩევი დარბაზშია და ტომარას ისეთებს უთავაზებს ორივე ხელით, რომ კაცი ვერ იტყვი რამეს ტკივაო. ხალხიც ეგრევე აენთო. აბა ხელი გაქვს მოტეხილიო. სად არის ტრამვა? ეს ყველაფერი ილიას წისქვილდე ასხამს წყალს. ახლა თოფურიას სიტუაციის ბატონ პატრონია. ისტორიას ისყვება, ჩვენ კი ვუსმენთ. მაგრამ მოდით ერთი წამით დავფიქრდეთ. რა იქნება თუ ილია უბრალოდ გვატყუებს? რა იქნება თუ თვითონ ილიამ თქვა უარი და ახლა წინასწარ აშავებს ისლამს, რომ ფანების თვალში ქულები დაიწეროს? ჩახედეთ ამბიც თვალებში. აი მცბიერ ღიმილს დააკვირდით. ჩემი ბოროტით ხა? GOAT, ნამდვილი მაქინატორია. კონორ მაკგრეგორი თუ ამ საქმეში უმაღლესი ლიგაა? აი ის ტიპი, მაიკლ ჩენდლერს 3 წელი რომ აწევინა და ბავშვების შიმშილით დაუხოცა. ხუმრობით რა თქმა უნდა. ილიაც არანაკლებია. კონორი ჰეითერობის დიდოსტატია. დასტინ პორია ალბათ დღემდე ხარხარებს მაგაზე. ილია კი ის მინი მაკგრეგორია. ზის თავის მარკეტინგის გუნდთან ერთად და ხაზავს გეგმებს. როგორ ვაიძულო ისლამი მეჩხუბოს? მოდი ვთქვათ, რომ ხელი აქვს ნატკენი და მეშინია. და იცით რა? ამ სქემამ იმუშავა. ხალხმა დაიჯერა. იცით რა არის ამ ყველაფერში ყველაზე კაი? სიმართლეს ჩვენ ალბათ ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ სწორედ ეს ხდის ამ სპორტს ასეთ აზარტულს. მეც ცეცხლზე ნავცვას ხამ, აბა რა? ისლამ, გვეშინია? რატომ არ გამოდიხარ? თუმცა სიმართლე თუ გინდათ, მე უკვე ჩავწერე ვიდეო იმაზე, რომ ეს ბრძოლა ცოტა გადაფასებულია. მისი დრო შარშან იყო. ახლა მახაჩევი უკვე ზედაწონაშია, ძალიან დიდია, ძალიან ძლიერი. ილია რაც არ უნდა მაგარი იყოს, ისლამთან ჩხუბობაში გაუჭირდება. ეს იქნება იგივე, რაც დასტინთან მოხდა, ოღონდ ილია უფრო პატარაა და თუ ერთხელ დაენარცხა მიცაზე, იქიდან ამდგომი არავინაა. მაგრამ მაინც, კითხვა რჩება. გარბის ისლამი? თუ ჩვენს წინაშეა ილიას გენიალური პიარსვლა. წარმოიდგინეთ მახაჩევის სახე, როცა ინსტაგრამზე ვარჯიშის ვიდეოს დებს, იმედით, რომ ხალხი დაუწერს შენ ხარ მომავალი ლეგენდაო. და კომენტარებში კი ხვდება, ხელი არ გქონდა მოტეხილი, შემატყუარა? ეს ხომ ნამდვილი rage bait-ია. ადამიანის წყობიდან გამოსაყვანად მოფიქრებული გეგმა. მე რომ ისლამის გუნდში ვიყო, ვეტყოდი, ძმაო, ეს ბიჭი შენთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. ილია ისეთი ტიპია, რომელსაც შეუძლია ერთი დარტყვით ყველაფერი დაასრულოს. ღირს კი ამ ხელარისკზე წასვლა, როცა შენი მემკვიდრეობა სასწორზე დევს? ჯონ ჯონსის ლოგიკით თუ იმჯელებთ, იმ ნაწილს არ გულისხმობ ცოლს რომ სცემდა ან რაღაცებს სვამდა. ყველაზე ჭკვიანურია ეჩხუბა ვიღაც კამარო უსმანს, რომელსაც მუხლები აღარა აქვს და ოქტაგონზე ძლივს დახოხავს. ილიასთან ჩხუბი კი ეს ცეცხლთან თამაშია. მაგრამ მებრძოლები სხვა ჯიშის ხალხია, განსაკუთრებით ეს კავკასიელები. ისინი არავის გაურბიან, ნუ ხამზატი და ხანდახან იოელ რომეროს გარდა. თვითონ ისლამს წლები არავინ უდგებოდა, იმიტომ რომ ხაბიბმა ისეთი შიში დათესა, დაღესტნურ ჭიდაობაზე ყველას კანკალი ეწყება. დაინახავენ წვერზე გაპარსულ ულვაშს და ეგრევე ფიქრობენ, მორჩა, დამმარხავსო. თუმცა ნახეთ შარაბულეტი. კაცი სუფთა კიკბოქსიორია. სამყარო იცვლება, ისინი ვითარდებიან. ესენი უკვე გატეშილი პერსონაჟები არიან თამაშიდან, 99-იანი რეიტინგით. დეველოპერებო დაპატჩეთ ეს სერვერები, თორემ ყველას დაგხოცავენ. მოკლედ, მე მაინც მგონია, რომ ისლამს არ ეშინია. უბრალოდ ხალხს უყვარს ზღაპრების დაჯერება. მეც მიყვარს ხანდახან დეზინფორმაციის გავრცელება. სუფთა STR მაქინაციაა. ალბათ ილია თვითონ მართავს ამ მემების გვერდებს. ინსტაგრამზე მილიონობით ბოწყიდულობს და მერე გვიმტკიცებს. ნახეთ, ჩარლს ოლივეირაზე მეტი ფოლოვერი მყავსო. იქნებ ისლამი უბრალოდ დროს წელავს? უნდა ნახოს როგორი ჩხუბებს ილიას ზედაწონაში. აბა ერთი დააყენონ კარლოს პრაიდთან ან ვინმე სხვა მონსტრთან და ვნახოთ. მერე ისევ ისეთი შემართებით იქნება? მოხდება ეს ჩხუბი საერთოდ? ჩემი აზრით არა, მაგრამ აბა სხვა რაღაცზე ვილაპარაკოთ. ეს ხომ ყველაზე დიდი გართობაა.
კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ დამავიწყდა. ჯანდაბას, იყოს ასე. აბა დროებით. აბა, ხომ არ გეგონათ, რომ ყველაფერი მხოლოდ ჭორებითა და ინსტაგრამის პოსტებით მთავრდებოდა? თუ გინდათ, რომ მართლა ჩავწვდეთ ამ საქმეს, მოდით სერიოზული სახეები მივიღოთ, რამდენადაც მე შემიძლია და დავშალოთ ეს თემა ნაწილებად. ილია და ისლამი, ეს ხომ მარტო ორი მებრძოლის შეხვედრა არაა. ეს არის ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს შეჯახება. ერთი მხრიდან გვაქვს დაღესტნური რკინაბეტონის ჭიდაობა, მეორე მხრიდან კი ქართული ჟინი და ევროპული კრივი. მოდით გულზე ხელი დავიდოთ. ისლამ მახაჩევი ახლა თავისი კარიერის პიკზეა. ტიპი ისე გამოიყურება თითქოს ყოველ დილით საუზმეზე დათვებს ჭამს. მისი ჭიდაობა? ეგ ჭიდაობა კი არა, რაღაც სხვა. თუ ისლამმა ხელები მოქვია, ჩაათვალე რომ ანაკონდამ გადაკლაპა. იქიდან გამოსვლა ისეთივე რთულია, როგორც ორშაბათ დილას სამსახურში წასვლა. თითქმის შეუძლებელი. ხალხი ამბობს, ილიას სერიოზული ბექგრაუნდი აქვს ბერძნულ რომაულ ჭიდაობაშიო. კი ბატონო, აქვს, მაგრამ დაღესტნური სამბო მაინც სხვა განზომილებაა. ილიას მოუწევს ისეთი რაღაცის გაკეთება, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. მახაჩევის ზურგზე დადება. ახლა ილიაზე ვისაუბროთ. იცით რა მახსენებს ილიას? ისეთი ტიპია, აი, ძველ თბილისში რომ იტყოდნენ, სიტყვაზე არავის გაატარებსო. მისი დარტყმა? ეს დარტყმა კი არა, ნამდვილი 70 კილოგრამიანი უროა, რომელიც პირდაპირ ყბაში ხვდება მეტოქეს. ვოლკანოვსკისთან ბრძოლა ნახეთ? ტიპმა ლეგენდა ისე დააძილა, რომ ალბათ ვოლკს დღემდე ესიზმრება ეგ მარჯვენა ჰუკი. ილიას აქვს ის, რაც ბევრს აკლია. უდიდესი თავდაჯერებულობა. ის არ გამოდის მოსაგებად, ის დამოდის გასანადგურებლად. მაგრამ აი აქ შემოდის ის 15% წყალი, რომელზეც საუბრობდით. ხომ არ გვავიწყდება, რომ წონებს შორის სხვაობა მაინც არსებობს. მახაჩევი 70 კილოგრამზეა და ჩხუბის დღეს ალბათ 80-მდე წადის, ილია კი 66-დან ამოდის. 4-5 კილოგრამი ოქტაგონზე იგივეა, რაც ქუჩაში ტანკით გამოსვლა პრიუსის წინააღმდეგ. კი, ილია ძლიერია, მაგრამ ისლამის ფიზიკური ძალა სხვა დონეა. რიტორიკული კითხვა. საერთოდ აქვს კი ვინმეს შანსი მახაჩევის წინააღმდეგ თუ ჩხუბი პარტერში გადავიდა. ვოლკანოვსკიმ პირველ ბრძოლაში აჩვენა, რომ ისლამი ადამიანია და არა ღმერთი, მაგრამ მერე რა მოხდა? მეორე ჩხუბში ისლამმა ფეხი ისე მოუქნია, რომ ალბათ მთელმა ავსტრალიამ იგრძნო ეგ დარტყმა. ილიას სტრატეგია მარტივი უნდა იყოს. დარჩეს ფეხზე, იმოძრაოს სწრაფად და არ მისცეს ისლამს ჩახვევის საშუალება. მაგრამ როგორ აპირებ ამას, როცა შენს წინაშია კაცი, რომელიც ბავშვობიდან თებში დარბის და ლოდებს ეჭიდავება? ილიას კრივი ფენომენალურია. მისი ხელები ბევრად სწრაფია ვიდრე ისლამის, მაგრამ ერთი შეცდომა და მორჩა. თამაში დასრულებულია. იცით რა არის ყველაზე სასაცილო? ისლამი ახლა ალბათ ზის სადმე დაღესტანში ჩაის სვამს და ფიქრობს. ეს პატარა ბიჭი რას ამბობსო? ილია კი ესპანეთში თუ საქართველოში ვარჯიშობს და ყოველ დარტყმაზე ისლამის სახეს წარმოიდგენს. ეს მენტალური ომია. ილიამ უკვე მოიგო პირველი რაუნდი. მან აიძულა მთელი მსოფლიო, რომ ამ ბრძოლაზე ელაპარაკა. მან ისლამი გამოიწვია და ახლა მახაჩევი იძულებულია თავი იმართლოს. გულწრფელად რომ თქვათ, ეს ბრძოლა სპორტულზე მეტად პიროვნული გახდა. ილია ცდილობს ისლამის კანქვეშ შეძვრეს, აანერვიულოს, აიძულოს შეცდომა დაუშვას. დაღესტნელები კი, მოგეხსენებათ, ძალიან ცივსისხლიანები არიან. სანამ ოქტაგონის კარი არ დაიხურება. თუმცა, მოდით დავფიქრდეთ სხვა მხრიდანაც. რა მოხდება თუ ილია მართლა ავა 70 კილოზე და იქაც ისეთივე მხეცი იქნება? თუ მისი დარტყმის ძალა არ დაიკარგება, მაშინ ისლამს სერიოზული პრობლემები ექნება. ილიას სისწრაფე და ისლამის ძალა ეს არის ფორმულა, რომელიც შეუძლია UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდი აფეთქება გამოიწვიოს. მოგლეთ, ჩემო მეგობრებო, მე პირადად ამ ჩხუბს ველოდები უფრო მეტად ვიბრე ახალ წელს და არ მაინტერესებს ვინ რა სიტყვის. თუ ეს ორი ერთმანეთის შეხვდა, იქ ნაპერწკლები კი არა, ნამდვილი ხანძარი იქნება. აი, მივედით ფინალურ ხაზთან. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს ყველაფერი ან UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდ აფეთქებად დასრულდება, ან დარჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი რა იქნებოდა რომ ისტორია. ყველანი დავიღალეთ ამ გაუთავებელი ლოდინით, არა? მოდით კარტები გავშალობთ და ვნახოთ რეალურად რა გვიწერია მომავალში. წარმოიდგინეთ სცენა. ოქტაგონი. შუჩები ქრება, დარბაზი გუგუნებს. ერთი მხრიდან გამოდის ილია თოფურია, თავდაჯერებული, ისეთი მზერით თითქოს უკვე იცის სად უნდა დაარტყას ისლამს, რომ დააძინოს. მეორე მხრიდან კი მოდის მახაჩევი. შვიდი, ცივი
დაღესტნური მანქანა, რომელიც მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს, როგორ გადაგიყვანოს მიწაზე და იქ დაგასრულოს. ახლა მოდით რეალობას ჩავხედოთ თვალებში. ილია ამბობს, რომ ისლამი გარბის, მაგრამ მოდით ვიკითხოთ, სად უნდა გაიქცეს კაცი, რომელმაც ყველაფერი მოიგო, რაც შეიძლებოდა. ისლამს თავისი მემკვიდრეობა უკვე აქვს. ილიას კი ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ ის მხოლოდ 66 კილოში კი არა, 70-შიც მხეცია. აქ შემოდის ჩემი 15% ავტორული ეჭვი. ხომ არ ვართ მოწმენი უბრალოდ გენიალური მარკეტინგული თამაშის. ილია ხომ მატადორია, მან იცის, როგორ ააფრიალოს წითელი ნაჭერი ხარის წინ, რომ ხარი გამოიწვიოს. ისლამი ამ შემთხვევაში ხარია, რომელიც შეიძლება ამ პროვოკაციას წამოეგოს და თუ წამოეგო, მაშინ ილიას შანსი ეძლევა. მაგრამ აი კითხვა, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს. რა მოხდება თუ ისლამმა მართლა დაიჭირა ილია? ილია პატარაა, მისი ცენტრი დაბალია, რაც ჭიდაობაში კარგია, მაგრამ მახაჩევის ძალა ეს სხვა რამეა. 70 კილოგრამზე მახაჩევი არის აბსოლუტური დომინანტი. თუ ილია ამ ბრძოლას მიიღებს, ის მიდის უდიდეს ვაბანკზე. მოიგებს, გახდება ღმერთი, წააგებს, მისი ჰაიპი ერთ წამში დაიმსხვრევა. იცით რა არის ყველაზე დიდი კლიშე ამ სპორტში? სტილები ქმნიან ბრძოლასო. მაგრამ აქ სტილები კი არა, ხასიათები ეჯახება. ილიას ქართული ჟინი და დაღესტნური სიმშვიდე. ვინ გატყდება პირველი? მე პირადად მგონია, რომ ეს ჩხუბი თუ შედგა, ის არ დამთავრდება მსაჯების გადაწყვეტილებით. იქ ან ერთი დაიძინებს, ან მეორე დაიხრჭვება. და ბოლოს, მოდით ვიკითხოთ, რა ელის UFC-ს ამის შემდეგ? თუ ილია მოიგებს, ის ხდება ახალი კონორ მაკგრეგორი, ოღონდ უფრო დისციპლინირებული და უფრო საშიში. თუ ისლამი მოიგებს, ის საბოლოოდ დალუკავს თავის სახელს როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის. მაგრამ სიმართლე გინდათ, მე მგონია, რომ ეს ბრძოლა მაინც არ მოხდება უახლოეს მომავალში. ისლამს სხვა გეგმები აქვს ზედაწონაში. ილიას კი თავისი დივიზიონი აქვს გასაწმენდილი. ეს ყველაფერი არის ერთი დიდი გემრიელი სატყუარა ჩვენთვის, ფანებისთვის, რომ სოციალურ ქსელებში ერთმანეთს ვეკამათოთ. თუმცა იმედი მაინც მაქვს. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს გავიღვიძებთ და ვნახავთ პოსტერს მახაჩევ versus თოფურია. ამ დღეს საქართველოც და დაღესტანიც გაჩერდება და ჩვენ ვნახავთ ნამდვილ ისტორიას. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ასეთია ჩემი ხედვა. ილია სქემებს ხაზავს, ისლამი ტომაგას-ცემს, ჩვენ კი ველოდებით. და არ დაგავიწყდეთ, სპორტში ყველაფერი შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმეში მატადორი ერევა. მადლობა, რომ ბოლომდე მისმინეთ. აბა თქვენ იცით, კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრით, ვინ გაიმარჯვება, ქართული ძალა თუ დაღესტნური კედელი. დროებით.